ირაკლი კობახიძეს ინტერვიუს უსმინე ჩამოსულა სინგაპურიდან და აი სახელმწიფო უბრალოდ წართმეული გვაქვს. 17 წლის ბიჭი მოკლა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირმა, რომელიც დედამისმა თურმე თავის დროზე მიიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, რახან ასეთი პრობლემები აქვს და ამ ბიჭს თურმე ამ კვლელს ქონია იარაღი, 3 იარაღი გაფორმებული და პოლიციას თხოვა დედამ, რომ ეს იარაღები ჩამოართვითო. ჩამოართვა პოლიციამ, მაგრამ შემდგომ უკან დაუბრუნა. ასე 10 დღის წინ გორში დედაშვილი გაიტანა მძღოლმა, რომელსაც 225 მარტო ვიდეო ჯარიმა ჰქონდა. ხო და აი ჩვენ რო სახელმწიფო ქონოდა, აი ეს ორი მკვლელი იქნებოდა დისტანცირებული საზოგადოებისგან და ეს 3 ადამიანი ეხლა ცოცხალი იქნებოდა რა. და კობახიძე ამაზე კი არ საუბრობს. ასეთ რამეზე უნდა ილაპარაკო, შენ თუ ხარ ლეგიტიმური ხელმძღვანელი ქვეყნის მთავრობის. საუბრობს იმაზე, რომ სინგაპურშიო მეო შევხვდიო ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს, ეს საწოდაა. ბრძოლა ბოლომდე ამ მავნებლების წინააღმდეგ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.